დღეს 16 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტში 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წელს სახაროვის პრემია ორმა ჟურნალისტმა მიიღო, მზია ამაღლობელმა და ანჯეი პოჩობუტიმ, ორივე მათგანი ამჟამად ციხეში იმყოფება. მზია ამაღლობელის სახელით პრემია ბათუმელების წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანჯეი პოჩობუტის სახელით კი მისმა შვილმა. დღესვე ევროპარლამენტში წაიკითხეს მზია ამაღლობელის მიერ ციხიდან გაგზავნილი წერილი. დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ვისურვებდი ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი, ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა. წერს მზია ამაღლობელი წერილში, რომელიც ევროპარლამენტში ბათუმელების წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ წაიკითხა. სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირში უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50,000 ევროს შეადგენს.